ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა, როგორ მიაწოდო ადამიანებს ცოტა რთული იდეა მარტივად, არის რაღაცა ანალოგიის გამოყენება. ხან ეს ანალოგია იგავარაკები იყო, ზღაპრები იყო, ხან რელიგიური ტექსტები იყო მათ შორის. ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და ალბათ ყველას რო უნახავს ესეთი ისტორია არის ბეჭდების ბრძანებელი. ავტორმა დაწერა ძალადობრივი ავტორიტარული სისტემების აღსაწერად. თუ დაწერდა იმ ფორმით, რა ფორმითაც დაწერა ლამაზი ზღაპრის ფორმით. უფრო მეტ ადამიანს მიწვდებოდა და საბოლოო ჯამში მე მომცემდა საშუალებას მისი მეშვეობით ამეხსნა თუ რა პრობლემა აქვს საქართველოს. შეიძლება ძალიან ბევრ ქვეყანაზე გააკეთოს ანალოგია, იმიტომ რომ ის რაღაცნაირი ყალიბია ერთპიროვნული მმართველობის სისტემის, ძალადობრივი სისტემის. უმეტესობას ნანახი გაქვთ ბეჭდების ბრძანებელი, აი ვცადოთ ბეჭდების ბრძანებლის ანალოგიით ავხსნათ რა ჭირის დღეს საქართველოს და რა არის გამოსავალი. ბეჭდების ბრძანებელში დღევანდელი საქართველოს ანალოგია რო ვიპოვოთ, გამოვა რომ საბჭოთა კავშირის დროს სარუმანმა გამოჭედა ძალაუფლების ბეჭდები. ეს ბეჭდები, რომლებიც თავიანთ სფეროებში გამორჩეულ ადამიანებს, მეფეებს, ასე ვთქვათ, მისცა, სინამდვილეში ემორჩილობდნენ ერთ ბეჭედს, რომელსაც ძალაუფლების ბეჭედი ერქვა. აი ეს ბეჭედი ფროდოს რო მიაქვს გასანადგურებლად. დღეს ეს ბეჭედი მოხვედრილი არის ბიძინა ივანიშვილის იგივე გოლუმის ხელში. რა თქმა უნდა, გოლუმის ხელში ეს ბეჭედი ბევრი ზიანის მომტანი შეიძლება ბეჭდების ბრძანებელში არ არის, თუმცა ის ფაქტი, რომ ის არსებობს და მათ შორის აცოცხლებს დანარჩენ ბეჭდებს, რომელიც ადამიანების ხელშია მოხვედრილი და რომლებიც ძალაუფლების აი შეგრძნებამ და ქონამ ჩვეულებრივი ადამიანებიდან ნაზგულებად გადააქცია, დრაკონებზე რო დაფრინონ ეს შავი რაღაცები რაცვეთ. ეს ბეჭედი აგრძელებს არსებობას და ეძებს თავის ბატონს. სანამ ბეჭედი არსებობს, იარსებებენ ნაზგულებიც, იარსებებს ბოროტება დედამიწაზე და ვის ხელშიც არ უნდა მოხდეს ეს ბეჭედი მაინც შეძლებს მისი ახალი პატრონის გონების დაბინდვას და მის გაბოროტებას. იმდენად ძლიერია ამ ბეჭდის ძალაუფლება, რომ ბეჭდების ბრძანებელში ყველაზე ერთ-ერთი კეთილშობილი არსებაც კი გენდალფი, ჯადოქარი გენდალფი, უარს ამბობს ამ ბეჭდის მიღებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ფროდო მას თავაზობს და ეუბნება, რომ შენ ამ ბეჭდით რაღაცა ბევრ სიკეთის გაკეთებას მოახერხებ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ძალაუფლება ამ ბეჭედში თავმოყრილი. მაგრამ გენდალფმა იცის, რომ თუ ამდენი ძალაუფლება მის ხელში მოხდება, მას გონება აემღრევა, ამიტომ ის უარს ამბობს ამ ბეჭდის ჩაბარებაზე, ასე ვთქვათ. იძახის, რომ ერთადერთი სწორი გამოსავალი არის ამ ბეჭდის განადგურება. დღევანდელ საქართველოშიც ეს ძალაუფლების ბეჭედი ხელთ უპყრია ბიძინა ივანიშვილს და დანარჩენი ქვე-ბეჭდები, პატბარიგა ბეჭდებიც ჩამორიგებულია მაგალითად ერთი ბეჭედი მურუსძეს ჭინჩალაძის ხელში და ისინი არიან გადაქცეული მის მთავარი ბეჭდის მფლობელის ნების უსიტყვო აღსრულებლად. მეორე ბეჭედი არის მოხვედრილი განათლების მინისტრის ხელში და ისიც ასევე ჩვეულებრივად ექვემდებარება ბოლომდე ნებას ასრულებს მთავარი ბეჭდის მფლობელის. მესამე ბეჭედი არის მოხვედრილი ძალოვანების ხელში. მეოთხე ბეჭედი არის მოხვედრილი სუსის ხელში. მეხუთე ბეჭედი არის მოხვედრილი ბიუროკრატიის, როგორც ასეთის ხელში, ეროვნული ბანკის მმართველის ხელში და ასე შემდეგ. ყველა ეს ბეჭდები მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცალკე მეფეები იყვნენ თავის დროზე, ცალკე მეფეებს ეკუთვნოდნენ და ადამიანები იყვნენ და თავის ნება გააჩნდათ, ძალაუფლების მთავარმა ბეჭედმა ისინი უტვინო მორჩილ თოჯინებად გადააქცია და რასაც მთავარი ბეჭედი იტყვის, რასაც უბრძანებს, ისინი ამას ასრულებენ. გამოსავალი ნამდვილად არ არის, რომ ის, ვისაც ბეჭედი ახლა უჭირავს, ის შევცვალოთ. ანუ ახალი ბეჭედი ახალი ადამიანის ხელში რომ მოხდება, თუნდაც ფროდოს ხელში რომ ხდება ბეჭდების ბრძანებელში, თავიდან ფროდო კი იმის გამო რომ ძალიან კეთილია, ბოროტება არ იცის, მოკლედ ისე უცხოურია. მიუხედავად ამისა, ის მის გონებას მაინც დაიპყრობს და ბოლოში ფროდოც კი უარზია, რომ ბეჭედი გაანადგუროს და შემთხვევით ნადგურდება ეს ბეჭედი, ხო? ბოროტებაზე გამარჯვების ერთადერთი გზა, როგორც ბეჭდების ბრძანებელში აღწერილი, არის არა ის, რომ კარგი მფლობელი უპოვოთ ბოროტების წყაროს, არამედ რომ ის ბეჭედი, ეს ბოროტების წყარო გავანადგუროთ. ჩვენთანაც ზუსტად ეგ სიტუაციაა. დღევანდელი ოპოზიციური პარტიები გვანან იმ პერსონაჟებს, რომლებსაც უნდათ რომ მათ ხელში ჩავარდეს ბეჭედი, რადგან იციან რომ კარგად გამოიყენებენ.
და მოკლედ ბევრი ვინმე დასდევს ამ ბეჭედს, იმიტომ რომ ამბობენ რომ მე ეს ბეჭედი მნიშვნელოვან ძალას შეიცავს და საჭიროა იმის გასანადგურებლად, ვისაც აქამდე ეჭირა და ცუდი რაღაცები გააკეთა. რაც ტყუილია. ამ ბეჭდის შენ ბოროტებას ვერ გაანადგურებ. ერთადერთი გზა არის ბოროტების მოგების, არის რომ თვითონ ბეჭედი გაანადგურო. გირჩი გამოდის ამ შემთხვევაში ალბათ გენდალფის როლში გამოდის, მოკლედ ჩვენ რიტორიკა იგივეა, ემთხვევა გენდალფისას, რომ ვიძახით რომ ერთადერთი გზა რომ სამყარომ დაისვენოს არის რომ ეს ბეჭედი გავანადგუროთ და ერთპიროვნული ძალაუფლება ჩამოიშალოს, ანუ ეს ერთ ბეჭედს აღარ ექვემდებარებოდეს ყველა ეს სტრუქტურა, რომელიც მე ჩამოთვალე და რომელსაც თავთავისი პატარ-პატარა ბეჭდები აქვს. ოღონდ დამოუკიდებლები არ არიან. ეს მთავარი ბეჭედი გავანადგუროთ, ნიშნავს რომ ყველა ეს სტრუქტურა დავშალოთ მარტივ მომრავლებად, იმდენად მარტივ რომ აი ადგილზე ლოკალურად სადღაც სოფელში, სადღაც დაბაში წყდებოდეს საკითხები და არა ცენტრალიზებულად. არჩევითი შერიფები იქნება, არჩევითი მოსამართლეები იქნება, გადასახადების და რეგულაციების შემცირება იქნება, ჯანდაცვის ცენტრალიზებული სამინისტროს გაუქმება იქნება, სისხლის სამართლის კოდექსი იქნება. ყველა ესენი არის პატარ-პატარა ბეჭდები, რომლებიც ექვემდებარებიან მთავარ ბეჭედს და ჩვენ ყველა ეს პატარ-პატარა ბეჭედი უნდა დავშალოთ მთავარ ბეჭედთან ერთად გავანადგუროთ და მხოლოდ ასე მოახერხებთ ბოროტებაზე გამარჯვებას. სხვა ყველა გზა ბოროტებაზე გამარჯვების არის ბოროტების სასარგებლოდ, რადგან შენ ინარჩუნებ ამ ძალაუფლების კონცენტრაციას ერთ ადგილას და ის ადგილი მერე არის ჩვეულებრივი ძლიერ მოქმედი ნარკოტიკივით, ვინც იქ მოხდება, ის სახეს კარგავს, მანამ სანამ იმ ადგილას არის და აღარ არის ის ადამიანი, რომელიც იქ მოხვედრამდე იყო.